გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და რათავარი უფალი იყოს ჩვენთან. ეხლა ვიდეო გადავიღერ რაღაც სიმბოლურად, აი წამოვედი რომ რისი თქმა მინდა ამით რომ ჩვენ დავდივართ ფეხით, ჩვენ ამ ქალაქის ნაწილი ვართ, ამ ქვეყნის ნაწილი ვართ და როგორც ჩვეულებრივად ჩვენ ვიღებთ ხო ნატურალში და ბუნებაში და უცბად მომივიდა თავში რომ აი ასეთი ამინდი მოხდა და ჩვენ არა ვართ, ჩვენ ისი თქმა მინდა ჩვენ უბრალოდ მე და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და ამ ქალაქის ნაწილი და აი ესეთი ფორმით გამოვხატე და გამოვხატა კიდევ უკეთესად და წავალ ახლა ოფისში ავალ და რისი თქმა მინდა ახეთ სიმბოლურად როგორი ამინდი გვაქვს, თოვლი მოვიდა და ყველაფერს აქვს თავისი დრო, აი ამისკენ მინდა საუბარი დავიწყო და ყველაფერი შეიძლება. ცუდი, კარგი, კაი ამინდი, თოვლი ამინდი, ცივი ამინდი თუ ყველაფერს აქვს თავისი დრო და აქედან გამომდინარე ამას ახლა მე ჩემებურად გამოვხატა. მით უმეტეს უკვე 60 დღეში ვაპირებ წასვლას და ჩემი სათქმელი მინდა ასეთი ფორმით გამოვხატო. მოდი ავიდეთ ოფისში. წყნარად დაწყნარებულად ვარ, სულ გაქცივა და ჩვენი სათქმელი თქვათ. და რა არის ჩვენი სათქმელი? რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი სათქმელი. ზოგი წერილობით ამბობს, ზოგი გამოხატვით. და ჩვენი არხიდან გამომდინარე, სულ მაგას ვიძახი, რომ ისე მოხდა, რომ ჩვენ ყავს მაყურებლები და ყოველთვის რაღაცნაირად დავალებასავით, ანუ ჩვენ არს გაყვება ის, რომ ჩემი მაგალითებიდან გამომდინარე ადამიანებს გამოადგეთ ცხოვრებაში, რომ ადამიანის სასოწარკვეთაში არ ჩავარდეს ის განვლილი ცხოვრება, რასაც ვიძახი ტირე, ღირსეულად და ლამაზად განვლოს და ჩვენ არხზე ვიხილავთ ცუცს, კარგს, რაღაც მაგალითებს ვიძლებით და მოკლედ ვიტყვი, რომ თუ ადამიანებს ეს ჩემი არხი გამოადგება იმაში, რომ мотивация მიეცემათ, ან მიმდინარე პრობლემას გადალახავს, ან უბრალოდ არ მოიწყენს, ან ხშირად გავრცელებული მომენტი რო არის, რომ გაერთობა, გართობა და იქიდან გამომდინარე თუ სასარგებლოს ნახავს, რა თქმა უნდა, მე ძალიან გამიხარდება და მეც ჩავთვლი, რომ რაღაცა კარგი მაქვს გაკეთებული. ცუდა თუ კარგად, ჩვენ ვცდილობთ. სანამ დავიწყებდი ამ ვიდეოს გადაღებას, აი ფიქრობდი, როგორი ფორმით გადმომეცა. და რამდენიმე ნაწილად გავყოფ, მაგრამ ალბათ საერთო ჯამში 100 გამოიტანს ყველა. უბრალოდ ხო იცით, ახლა ჩვენ როგორ დროში ცხოვრობთ, უბრალოდ სამწუხაროდ ადამიანები რა კაცი ხარ, ვინა ხარ, რა ხარ, ამას კითხულობენ, მაგრამ
ჩვენი ვიდეო რგოლი იქნება როგორ ხაზ გაუყება, იცით? კი არ ვიტყვით რა ხარ, არამედ ვიტყვით რას აკეთებ. აი ეს ხაზი გაუყვება, იმიტომ რომ ჩვენ თავარია ვაჩვენოთ რას ვაკეთებთ და რა ხარ და ვინ ხარ და რა ხარ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ძირითადად ამ ხაზს უსმევენ. რა ვინახა, რა აი მაგათაც რაღაცა დისკუსია რომ მიდის ან რაღაცა საკითხის განხილვა რომ მიდის, იმ თემაზე და საქმეზე კი არ ლაპარაკობენ, არა ლაპარაკობენ შენ ასეთო, შენ ისეთო, შენი სახარ, შენ ასახარ და ზოგჯერ ვიდეოს რო იღებ და სამწუხაროდ თუ რეალობას ვამბობ, სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ვერ გებულობს ამას, თავისებურად აფასებს და თავისი შემეცნებიდან და შეფასებიდან გამომდინარე ჟარგონს ვიტყვი, რეალიკს მოგადებენ, შენ ასეთო, შენ ისეთო, ხო და აქედან გამომდინარე მე თავს დავიზღვევ და ჩვენ არხს ისევ მეორდები გაყვება ეს ხაზი. როგორი ხარ კი არა, არამედ როგორ აკეთებ, ანუ რას აკეთებ. და უყურეთ თვითონ ყველა ადამიანი თვითონ შეაფასებს ეს უღის, არ უღის, გამოიყენებს, არ გამოიყენებს და ასე შემდეგ. ესე იგი, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ასეთი ფორმულა გავაკეთეთ ჩემი ძველი ვიდეოებიდან გამომდინარე და ეხლაც ასე გავაკეთოთ. არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. უბრალოდ ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და ყველა პიროვნება და ყველა ადამიანი უკვე თვითონ შეაფასებს და თვითონ აარჩევს. ერთ სიტყვით 60 დღეში ისევ ამერიკაში მივემგზავრები. მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ რატომ მივდივარ ამერიკაში. მე ეხლა უცხოეთში ადამიანები რომ მიდიან, ძირითადი მიზეზი არის ფინანსური მდგომარეობა, რომ გაუმჯობესოს. ბუნებრივია, ზოგი მიდის 1 წლით, ზოგი მიდის 10 წლით ევროპაში, რუსეთში, რა ვიცი, ამერიკაში. ბევრი მიზეზებია. ეხლა უჩემოთაც იცის, ზოგს სამსახურს ვერ პოულობს, ზოგს დაბალი ხელფასი აქვს, ზოგს ბანკის ვალი აქვს და ასე შემდეგ. მე ხშირად მithქვამს და ეხლაც ვამბობ, რომ მეც მივდივარ ფულისთვის, მაგრამ მე ჩემი მაგალითი და ჩემი წინა ვიდეოებიდან იცით, რომ მე იქ ნაშოვნი ფული მომაქაქით და აქ რაღაც ბიზნეს აქტივობებში ვდებ. ეს ჩემი გზა არის. ცუდია თუ კარგია, ზოგს მოსწონს, არ მოსწონს, ზოგი მეუბნება არ დაიღალი ამდენი სიარულით, ან აქაური შემოსავლით. როცა ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩემი პოზიცია ესა, ასეთი ოპერაციები ჩაატაროს, როცა ჯანზე ხარ და როცა კიდევ შეგიძლია, რატომაც არა, ხო? მე ხშირად მithქვავს, რომ ეხლა თქვათ რაღაცა ბიზნეს აქტივობა რო დაიწყო, ფულის გარეშე არ გამოდის, ხო? მაგრამ ფული გჭირდება და ბანკიდან რო გამოგაქვს ფული, იმის გასტუმრება, თქვენც იცით, როგორი ისტორიები თავდება, ადვილი ნამდვილად არ არის და რა თავარია თავისუფლებას კარგად კისერზე გადებს ეს ვალდებულებები და მთელი ამბები და ეხლა მე რომ მივიდივარ იქ უცხოეთში და ჩემი ფიზიკური შრომით რაღაცა თანხა შოულობ, თუ მე აქ არ გამიმართლა, რა თქმა უნდა გული დამწყდება რომ დავკარგე და რაღაც მინუსებში წავედი, ყოველ შემთხვევაში ვალდებულებები და ვიღაცის პასუხისმგებელი არ ვარ და თავისუფალ. ეს გზა მაქვს მე არჩეული. ეხლა ცუდია თუ კარგია, ამას მომავალი აჩვენებს. შეიძლება ზოგი იტყვის, კაცო, რა გინდა ხო გაქვს ამდენი რაღაც იქ ბუფეტი გაქვს, აგე ტურისტული კომპანია გაქვს, დაწყნარდი. ეხლა ლოგიკურადაც რო ვიფიქრო, რატომაც არა, ხო? და მიხედი აქაუროს და განვითარდი, მაგრამ იქ ეკონომიური წინსვლებიდან გამომდინარე, ბიზნესური წინსვლებიდან გამომდინარე რაღაც შინაგან ბუნებას ვერ აკმაყოფილებს ბიზნესური ბუნებიდან გამომდინარე. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ შენ ეტყო გაუმაძღარი ხარ, შენ მეტი გინდა, ანდო მეტი არ გეზარება, ბევრი ვერსიებია. ეს უკვე თქვენთვის მომინდია ეს გარჩევები, მაგრამ ფაქტია, რომ მე ასე ვაკეთებ და ვიყენებ. ერთადერთი აი ხლა რაგან მეგობარი შემთხვევა, ბიჭო, აი შენო ისეთ გეგმები გაქვს, უნდა შეასრულო, მაგრამ მეორე მხრივ ფიქრობ, კი, გეგმები კი თუ მიხვედი იმ ბოლომდე, მაგრამ ესეც ძალიან შინაგან
დისკომფორტთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ შენ კი გაქვს მიზანი, მაგრამ ამასობაში ურთიერთობა არ გაქვს მეუღლესთან, ბავშვებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან. ახლა მით უმეტეს ამ დღეებში ამდენ სუფრას, ამდენ ახლობელს შევხვდი, ამდენ კლასელებს, მეგობრებს, სითბო, სიყვარული. რა თქმა უნდა, წყალი არ გაუვა იმ დროს შენ სადაც დაიბადე და სადაც ცხოვრობ, იმ ხალხში უნდა იტრიალე, იმუშავებ, წახვალ მეგობართან წახვალ, იმუშავებ, წახვალ კლასელთან წახვალ და ტრიალებ, მაგრამ საზღვარი რომ მიდიხარ, ეს ყველაფერი დაივიწყეთ. 100-ია სამწუხაროდ იქ მუშაობ, იმედი რაღაცას მიაღწიო, მაგრამ ჩვენც ადრე გვაქვს ნათქვამი, რომ მიაღწევ და მე გაიხედავ, გამოიხედავ, ყოველთვის გული დაგწყდება, რომ ის გარკვეული დრო, რომელიც შენ მეგობრებიც უნდა მიიგეცა, სითბო უნდა გაგეზიარებინა, ეს ყველაფერი მოკლებულია. ესეთ ფილოსოფიური თემაა, ფილოსოფია არა რეალობა. რა ვიცი, არ მინდა ასე თქვათ დავგრუზო ეს ჩვენი ვიდეო, რამდენი დედაა წასული, რამდენი მამა, რამდენი ადამიანის შვილს არის მოკლებული და ეს თელი ბუკეტი ამ ემიგრაციისა. მე ემიგრაციას არ ვიძახე, ემიგრაცია მე ჩვენ ადრეც გვაქვს ნალაპარაკი ემიგრაცია როცა სამუდამოდ მიდიხარ, მაგრამ ჩვენ ვართ გასტერბაიტერები, დროებით მომუშავე ხალხი, რა თქმა უნდა ის მიზანი და ის რაც უნდა მიაღწიო და მიხვიდე, მაგრამ მოდი პიტაპე ყველაფერს დავარქვათ ფასას, ეს ცოტა ძვირად გვიჯდება ის დაკარგული ურთიერთობები, სიყვარული და ასე შემდეგ. მაგრამ მე აი ესეთი გზა ავირჩიე და მე ყოველთვის მაგას ვიძახი, რომ თუ ეს გზა გამოადგებათ, რა გზა მიდიხარ, მოგაქ, არიპარავ, ვიღაცას არ აყაჩაღებ და სოფლიო და საერთო სისტემა გაძლევს. აი ხშირად ამბობ, აი ამერიკაში თუ არ მოწონს, რატომ მოწონებაზე არ არის, მე გეუბნები იმას და ეხლა თუ ამერიკამ და ევროპამ და ამ ქვეყნებმა ეს უარი ჩაგვიკეტეს ეს გზა, მაშინ დაბრუნდები, მაგრამ ჩვეულებრივ ამბავია, როცა გაქვს საშუალება, უნდა გამოიყენო და მეც ამას ვიყენებ. და დანარჩენი ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე, მე უკვე გაჩვენებთ იქ რა სიტუაციები, როგორ არის და ასე შემდეგ. თუმცა ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ვისაც უნდა უყვარს მოგზაურობა და ახალი შტაბეჭილების მიღება, ეს სამუშაო და შტაბეჭილებს რაღაცნაირად უთავსებ, ხო, ეს ტრაილებზე სიარღვით და ამ პროცესებიდან გამომდინარე ერთობლივად. ეხლა ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ არ უნდა წახვიდე, შენ უნდა იტრიალო შენ ქვეყანაში, მაგრამ მე ჩემებურად ვიტყვი, რომ აი თითქოს წასული ხარ, მაგრამ არა ხარ წასული, იმიტომ რომ მე ასე ვთვლი. ეხლა თვითმფრინავით უცბად გაფრინდი, გადმოფრინდი, აიღე ბილეთი ძალიან ადვილია და მე არ მიმაჩნია ჩემი თავი წასულად, ჩათვალეთ ეხლა თქვათ თბილისში ხარ და წახვედი გორში, ან წახვედი ბათუმში და მოდიხარ, ხო? და საქართველოს არ ახარ გაცილებული. ეხლა რეალურად რო დაფიქრდე, კი, გადაფრინდი ამერიკაში, შორს ახარ, იტყვი შორს ახარ, მაგრამ მთელი ფიქრები, მთელი არსი აქ არის. რა ვიცი, მე ასე მიმაჩნია. შეიძლება სხვანაირად ფიქროს და რატო ფიქრობ ახლა, მაგალითად შენ თუ თბილისიდან წახვედი გორში და ჩამოხვედი, კი, რაღაც 1 საათში, ხო? იგივეა, წახვედი ამერიკაში, უცბად რაღაცა დაგჭირდა, გადმოფრინდი, კი, შეიძლება 10 საათი, 12 საათი უნდა ამას, მაგრამ მე პირადად წასულად არ მიმაჩნია ჩემი თავი, უბრალოდ აი ესეთი თანამედროვე საშუალება მაგას გაძლევს, რომ იარო და პრობლემა არ შექმნა. ამიტომ აქედან გამომდინარე მე ამ ქვეყნიდან წასული არა ვარ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან წასული არა ვარ და ამ ქვეყნის პრობლემები მიმდინარე სიტუაციები ყოველთვის ახლოს არის ჩვენთან და ფიქრობ, ჩვენც ამ ნაწილის, აი თავიდან ვიდეო რო დავიწყეთ, ხო, ჩვენ ამ ქვეყნის ნაწილები ვართ და ძალაუნებურად ფიქრობ და გინდა რომ შენი ქვეყანა იყოს კარგი, წყნარი, მშვიდი და
იცხოვრო კაი საზოგადოებაში, შენმა ბავშვებმა, შენმა მომავალთაობამ იცხოვროს კაი საზოგადოებაში, გინდა არ გინდა ფიქრო. აი ხშირად არის ხოლმე რომ ნათქვამი ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, ხო? ასეთი დევიზი არის. მე ვეთანხმები ამაში, მეპურემ უნდა აწყოს პური, მძღოლი უნდა მძღოლობდეს, მასწავლებელი მასწავლებლობდეს, ექიმი უნდა ექიმობდეს. ეს არის სახელმწიფო, მაგრამ არის ისეთი მომენტები, როდესაც კი შენ საქმეს აკეთებ და შენ მიმდინარე პროცესებს გარშემო რა ხდება, ყურადღება არ მიაქციო, მე მგონი ეს არ იქნება სწორი. ეხლა ხო არის ხო შენი საქმე არა, ყველამ თავის როგორ არა ის ჩვენ თუ სახელმწიფოა და სახელმწიფოს წევრები ვართ, ჩვენი საქართველოს წევრები და სახელმწიფოში ხდება ისეთი რაღაცეები, რომელიც აი სულთა პრაგმატული აზროვნებიდან გამოდიან შენ შეგეხება. შენ კიდევ შეიძლება მოითმინო, მაგრამ შეეხება შენ შვილს, შენ ათესავს, შენ შთამომავლობას და ბუნებრივია ყველა ადამიანი ცდილობს რომ კარგად იყოს, კომფორტში იყოს. ზოგჯერ ამ სიტყვას უარყოფითად უყურებენ, მაგრამ მე იმიტომ რომ ეს ცუდი სიტყვა არის, იმიტომ ადამიანი ისა ღმერთმა, უფალმა ადამიანი შექმნა ბედნიერებისთვის და მთელი გზები გვასწავლა, მაგრამ შენ წარმოდგენაში შენ ცდილობ ბედნიერად იყო, კარგად იყო, რაღაცას ცდილობ, რა თქმა უნდა, პური შენი არსობისა, შენი შრომით უნდა მოიპოვო. მაგრამ არის ძალიან ბევრი დაბრკოლებები და ამ დაბრკოლებების შენ მზათა ხარ. ბუნებრივია, ხო, წინა ვიდეოში ხოვთ რა არის ბედნიერება, რაღაცას რომ მიიწრაფი და რაღაცა იმ გარემო შექმნის, სადაც შენ კარგად აგრძნობ თავს. მაგრამ ამ დროს ხდება ისეთი გარე მოვლენები, რომლებიც გიშლიან ხელს და შენ რაღაცა უნდა მოიმოქმედო. ეხლა მე იმას არ ვიძახე რაღაც გიჟობები და გადარეულობები, მაგრამ გინდა არ გინდა იფიქრო და უნდა გააკეთო და ამ დროს რომ გეუბნებიან, იცი ეს შენი საქმე არ არის და რატო ერევი, არ მიმაჩნია სწორად. ეხლა როცა დედა გიყვარს, მამა გიყვარს, შვილი გიყვარს და ვიღაცა რაღაცას საშიშროებას უქმნის შენ საყვარელ ადამიანებს, ხო, ძალაუნებურად იბძვი. ეხლა ცხოველი რო ცხოველია, თავის შვილს და ემაზე იბძვის, ხო, რამდენია და ეხლა შენ ეუბნები რომ აკეთე შენი საქმე, მე შენი საქმე არ არის და თქვა პურსაც ხო და აცხე შენი პური და მე იქ მივხედავ შენ ეზოში, შენ რა ქვია იმას სახში მე მივხედავ და როგორ მივხედავ, როდესაც სახში შევდივარ და ჭერი დაინგრევა, ვიცი დამენგრევა და მე ისევ ჩემი პური უნდა ვაკეთო, ჩემი საქმე ესეთი გადატანითი მნიშვნელობით ვიძახი და ამას ქვია მგონი სიყვარული და პატრიოტიზმი და ჩვენ საზოგადოებას როგორ არის ხო აი ურა პატრიოტები გამოდიან და ნუ მიდის ეს პროცესები და გინდა არ გინდა წეღანაც რო თქვი რომ ჩვენ ასად არა ვარ წასულები ყოველ შემთხვევაში მე და ალბათ ბევრი დამეთანხმება და აქედან გამომდინარე გინდა არ გინდა ჩვენ ფიქრობთ და ზრუნავთ ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ხვალ ზეგ და ასე შემდეგ და ასეთი გამოთქმა რომ მიხედე შენ საქმეს აი ცოტა გამაღიზიანებელია მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ ჩვენ გაღიზიანებაზე ყველაფერს ფაქტებით, არგუმენტებით და მაგალითებით დავასაბუთებ. ალბათ მიხდით, ახლა საერთკენ მიყვას მე საუბარი. და აქ უკვე ვიწყებთ ჩემ ძირითადი ვიდეო რგოლის არსის გადმოცემას. უკვე თითქმის ერთი თვე აქა ვარ და მოგეხსენებათ ეს ახალი წლები სუფრები, დღესასწაულები და გინდა არ გინდა ჩემი სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე იმ ადამიანებსაც ხვდები ამ სუფრებზე მაგიდებთან და ნუ ერთი ძალიან ბევრი ადამიანი შევხვდი და ბუნებრივია ის აზრი და ის დამება და უბრალოდ შემექმნა რაც ხდება საქართველოში და აი ხა რო ჩავალ ამერიკაში ბევრი მეტყვის რომ კაკო რა ხდება საქართველოში რა ხდება და გინდა ძალაუნებურად უნდა უპასუხო რა ხდება საქართველოში და ეს აზრი მინდა თქვენ გაგიზიაროთ და მინდა ისე გაგიზიაროთ მეგობრებო რომ იცით რა არის მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ კაი მსმენელი ყავს მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ისეთი მსმენელი გამოჩნდება აი დარწმუნებული ვარ ახლა ამ ვიდეოს შემდეგ რომელიც შეურაცხყოფას მომაყენებს ან ზედმეტ მეტყვის
მაგრამ მე ისე შევეცდები ეს არ დავიმსახურო, უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ადამიანები ჯერ მოусმინო, რაღაცა გაიაზრონ და მერე შეაფასონ ეს ჩემი გამოსვლა. მით უმეტეს მე არავის არ ვეჯინავები, არავის არაფერს არ ვუმტკიცებ და ვიდეო რითი დავიწყეთ, რომ ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რას ვაკეთებთ. ვინა ვარ, რა ვარ, ეს ცალკე შეიძლება შეაფასოს, მაგრამ ამისთვისაც თავს დავიზღვევ და ახლა ბუნებრივია მეც მაქვს ჩემი აზრი, ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და იცით მეგობრებო, რომ აი მაგალითად ახლა წეღანას ვლაპარაკობდი ეკლესიაში ვიყავი და იცით მე მაგალითად კამათი არ მიმაჩნია სწორად. ნუ კამათი რა არის? არის ორი ადამიანი, ერთი ასე ფიქრობს, მეორე ასე ფიქრობს და ერთმანეთს უმტკიცებენ და ასეთი გამოთქმა არის, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება. მე არ ვეთანხმები, რა ვიცი, ჩემი პირადი აზრია და მე რა ვარ, მაგალითად ერთი ადამიანი, მეორე ადამიანი, ამას არ მე ვეთქვი, მე ეს ამ თემაზე ასე ვფიქრობ, შენ ასე ფიქრობ. ხო და არ ვიწყებ მტკიცება, მე გეტყვი ამას და დრო და ამას და ველოდები დროს, რომ როდესაც რაღაცნაირად საერთო აზრზე მიხვარ, იმიტომ ჭეშმარიტება არის ყოველთვის ერთი. და ეს პოზიცია მიკავია და აქედან გამომდინარე ეს ვიდეო რაც ჩაიწერება, ამ პოზიციას დავიკავებ და ხშირად ამაქვს ნათქვამი, აი ბოდიში ზოგჯერ მეორდები, რომ ჩვენ ვიტყვით იმას, რაც არის. თორე საერთოდ ჯამში მე პირადად რომ ვინახარ შენ ევროპის მომხრე ხარ, რუსეთის ახლა პოლიტიკაზე გადავიდი, იმის მომხრე არაფერი, მე ვარ საქართველოს მომხრე და მე ყოველთვის ვცდილობ თქვა ის, რაც არის. და რატო თქვი ასე რომ ამას რომ ვამბობ, აი რაღაცას ხო ვიტყვი, აი მაგალითად ასეთი მაგალითია, რომ აი ძალიან ცნობილია ხო, ახლა მაგალითად რუსეთს აგინებენ, ხო? და თუ რო ეტყვი რომ რუსეთს აგინებენ, რომ აი რუსეთი კი, გეთახმები რომ რუსეთი ბევრ რაღაცაში იჭრება, მაგრამ მე თუ გამოვხატე რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და შენ ჭიანჭველა ხარ და ეს სპილო რუსეთი გადაგივლის ნებისმიერ დროს და შენ მაინც ჭიანჭველა აგინებ და როვევნები თხილად იყავი რომ ის რომ მოდის რა ქვია სპილო ხო ან გვერდზე აუვარი რაღაცა და არა უნდა შევწირო და ამ თემაზე მე ვილაპარაკე და ამ დროს გეძახიან რომ შენ ხარ რუსოფილი. ესე იგი შენ თუ ხარ თხილად, შენ თუ გთხილობ და ცდილობ რაღაცნაირად აისწინო ხარ რუსოფილი. ეხლა რითი თქმა მინდა აი ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე რომ ადამიანები ახლა ჩვენ ხო ვთქვით რომ ყველაფერს დავარქვეთ თავის სახელს, მაგრამ ძალიან თო მოусმინე და ასეთი უაზრო, უარგუმენტო იარლიქს ნუ მივაკერებთ ერთმანეთს და თუ მივაკერებთ, თუ რაღაცაზე ვიღაცა რაღაცას გეტყვის, ესახარ ინებოს ფაქტები, მაგალითები და არგუმენტები. მაგრამ თუ ფაქტები და მაგალითები და არგუმენტების გარეშე ადამიანს აბრალებს და ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში თუ მე ვიღაცა რაღაცას დამაბრალებს, მე ფაქტების გარეშე და იმის გარეშე არც მოусმენ. ამიტომ აი ესეთ რაღაცნაირად თავს ვიზღვევ, რომ ძალიან მთხოვს, რომ მსმენელმა მოусმინოს ბოლომდე. შეიძლება ვარმე თუ არ მოგწონს, გადარჩე, ხო, ძალიან მარტივია, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ამ ვიდეოში ისე გავაკეთებ, ვიტყვი იმას, რაც არის და არც იქით და არც აქეთ და ნეიტრალურ პოზიციას დავიკავებ. თუმცა მე ჩემი პოზიცია მაქვს, მაგრამ ჩემი პოზიცია არის საქართველოს სიყვარული, უფლის სიყვარული, უფლის ცნებები და აქედან გამომდინარე. სამწუხაროდ მეც ხშირად უფლის ცნებებს ბოლომდე ვერ ვასრულებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამბიცია მაქვს, სურვილი მაქვს და აქედან გამომდინარე ჩვენი ვიდეო ამ ხაზით იქნება და როგორც ვამბობ, რას ვაკეთებთ და რა მიმართულებით, ყოველგვარი ზედმეტობის, ყოველგვარი უარგუმენტო და უფაქტო ლაპარაკი აქ არ იქნება და აქედან გამომდინარე მეც მინდა რომ ჩვენი მსმენელიც იყოს ძალიან ობიექტური და გემოვნებაზე და იმაზე მტკიცებას ნუ დამიწყებენ და მე ჩემ აზრს ვამბობ, თქვენი აზრი მითხარით და უარგუმენტო და უფაქტო და უაზრო რაღაცას არც მივიღებთ, რა ჩვენ ეს რამდენჯერმე ჩვენ წინა ვიდეოებში გაკეთებული გვაქვს და ბოლოს თუ ახლა ადამიანი ვერ იგნებს ამას და მაინც არ ჩერდება და რაღაც უაზრო შეურაცხყოფებს და ზედმეტობებს იტყვის
და ამას რა თქმა უნდა დავბლოკავთ. არ ვიცი ეს როგორი ფორმაა, მაგრამ ასეთი ფორმაა, მაგრამ მგონი გაუგებარი და რაღაცა ისეთი რთული არაფერი არ მithქვამს. ეხლა მოდი ცოტა რომ შევამოკლო და ბევრი არ ვილაპარაკო. პირველი კითხვა რომ კითხავენ ამერიკაში ხო ჩავალ, რა ხდება საქართველოში? ჩემი პასუხი იქნება ვერაფერი ვერ გავიგე. ვა, ეს როგორ? აი, მიუხედავად ჩვენი ანალიტიკური აზროვნების ანუ ვცდილობთ ხან იქიდან მივუდექი, ხან აქიდან მივუდექი, ეხლა წეღანაც კი სუფრებზე რო ვიყავი, აი ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება საქართველოში. არ მინდა ეხლა ჩვენ ქვეყანა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მაგარი ბარდაკი როა საქართველოში. არ შეიძლება მე ვწდები. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. შეიძლება ჩემ თავშია ბარდაკი და ვერ ვგებულობ და ფაქტია რომ ეს არის და ძალიან გული მწყდება და ამ არეულობას და ამ ცუდ სიტუაციას როგორ უნდა დაუპირისპირდეს ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი და ბიბლიაში ასე ნათქვამია და მეც ბიბლიას მიმართ, იმიტომ ყოველთვის მე როცა ვერ ვგებულობ ვერაფერს, ისე ბიბლიაში გადავდივარ და ბიბლიაში არის პასუხი. აი ნებისმიერ საკითხზე, აი ხშირად მე ხომ აქ ნათქვამი, მე თვლი ჩემ თავს ძლიერად, იმიტომ კი არა მე კუნთები მადა ესე მაგ, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა პრობლემა არის, უცბად ვერ ვჭრი და უცბად ბიბლიაში გადავალ და იქ ბიბლია უცბად დამილაგებს ხოლმე და ხშირად მithქვამს და მეც კარგად განვავსოთ, ეხლა ამერიკაში რო წავალთ, ეხლა მანქანას რო ვატარებ, ბევრ რაღაცებზე ვიფიქრებთ, მაგრამ რახან ეხლა ვიდეო არ გაგვიგზელდეს, მე ამას ვიტყვი, რომ ბიბლიაში აი ესეთ არეულ სიტუაციას რო ვერ გებულობ ადამიანი ბოლომდე უფლის ბოლომდე ვერ გებულობ, ეხლა ამას განვითარება უნდა და პიტაპირ პასუხი არის, რომ აი რითაც დავიწყებ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. მოვა დრო და ყველაფერი იმიტომ შენ კი გინდა ადამიანს რაღაცა შეცვალო, რაღაცა გააკეთო, მაგრამ ხედავ რომ ისეთი რაღაცეები ხდება, ისეთი არეულობები ხდება და აი მას კონკრეტიზაციას გავაკეთებ და მე უფრო ალბათ უფრო კარგად ავხსნი ამ კონკრეტიზაციას რო გავაკეთებ და მე ვიძახე რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ამას მე არ ვიძახი, ამას იძახის ბიბლია, ამას იძახის უფალი, რომელიც ბიბლიის სახით ჩვენ გვაცნობს თავის ჩანაფიქს. რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანებს გვინდა ეს უცბად მოხდეს, სწრაფად მოხდეს, მაგრამ აი იმ ქაოსში და იმ არეულობაში, რაც საქართველოში ხდება, მე ვერ გავუგე ეს და ალბათ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ამას განვავცობ. ეს ყველაფერი, ეს რასაც ვიღებ, ეს შეხვედრებიდან გამომდინარე ვიძახი და თავისთავად ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი, მაგრამ საქართველოში რა ხდება, გულახდიდად ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ ფაქტია, რომ აქ მიმდინარე პროცესები იმდენად ჩახლართულია, აი ხშირად ნათქვამი, რომ ის რაც საქართველოში ხდება ისტორიულად, ხო? ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა. აი წარმოიდგინეთ ისტორიის პროცესებში რამდენი იმპერიები, რამდენი დიდი ქვეყნები, რამდენი ჩვენზე მრავალრიცხოვანი ერი განადგურდა, მაგრამ საქართველოს ყველაფერს გაუძლო და ესე იგი ისე თქვა ამიტომ რომ ჩვენ რო ვამბობთო ჩვენ მარიამ წილხვედის ქვეყანა ვართ და ღმერთი ფარველობს ჩვენ ფაქტია, იმიტომ მიუხედავად ასეთი არ მინდა ამ სიტყვის თქვა, ასეთი ამ დომხალისა და ასეთი იმასა საქართველოში მაინც არის სიმშვიდე, სიწყნარე და ამას ვერ უარყოფ. სიმშვიდე არის, სიწყნარი არის, კი, ბევრი პრობლემებია, მაგრამ სიმშვიდეა და სიწყნარია და ომი არ არის და ხალხი არ იღუპება და თუ მერთი არა და თუ ზევნოთა ძალა ჩვენ არ გვიცავს, ამარ ვინ გვიცავს? აი ლოგიკურად რომ იმჟელოთ, რაც აქ ხდება, რომელი სახელმწიფო, ან რომელი სისტემა, ან რაღაცა სახელმწიფოების წყობილება გაუძლებს. საქართველოს უძლებს. ესე იგი უფალი ჩვენთან არის.
და ჩვენ რა გვინდა, ჩვენ თავარია ეს ყველაფერი გავიაზროთ და გავაკეთოთ ისე როგორც გვეუბნება, მაგრამ სამწუხაროდ აი წარმოიდგინეთ უფალი და ღმერთი რამდენ რაღაცას პატიოს, რამდენ რაღაცას კიდევ ითმეს, რაც ის უმსგავსებები და ცუდი რაღაცები ხდება აქ, მაგრამ იმედი მაინც არის, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ფაქტია, რომ უფალი ჩვენ გვიცავს. ეხლა მოდი რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ეხლა რუსთაველზე ვარ, ძალაუნებურად და დამაინტერესა რა, ეხლა ყოველ საღამოს ხო იკრიფებიან ეს რომელი დღე მე-400 დღე პროტესტის, იმის და უკმაყოფილო ადამიანები გამოდიან და მივედი იქა და წეღანაც რო თქვი, მიდის ეხლა პროტესტი, ეს თავრობა არ მოსწონთ და უნდათ რომ ეს თავრობა გადადგეს. მაგრამ აი გამოდიან ყოველ საღამოს პროტესტს აცხადებენ, ყვირიან იქ რაღაც ჰაი-ჰუი ძერდება და ეკითხები ახლა რა გინდა ხო გასაგებია რომ ეს თავრობა არ მოგწონს და ნუ ძირთა დიალოგებზე ავაწყობ ამ ჩვენ საუბარს და ვეკითხები მეთქი ხო არ მოგწონს და წადი არჩენები ყალბია აბა რა გინდა უნდა გადავატრიალოთ როგორ მაგის თავი გააქვს აი ჩვენ გავიმარჯვეთ ისმას გავიმარჯვეთ ჯო რაღაცა აზრი ხო უნდა კაი თქვათ არჩენები იძახი რომ გაყალბებულია ხო ფაქტები არა გაქვს არგუმენტები არა გაქვს და მაინც იმას იძახი რომ ხალხი ჩვენ ხალხს გვიჭერს და ყოველ საღამოს ამდე 50-100 კაცი და თუ მოიკრიფება ეს 200-300 კაცი აი მთელი საქართველოს ჩვენთან არის და მაგას გაიძახიან და შენ რუსეთის კაცი ხარ ერთი მიყვირის მეთქი ბიჭო მე ფაქტებით გელაპარაკებ რატო არ რუსეთის კაცი შენ ევროპა არ გინდა მე არ მითქვა რომ ევროპა არ მინდა ვინ გითხრა ევროპა აი ევროპა ბიჭო ხო ხედა რომ დადიხარ ზემოთ ქვემოთ ყვილა უბრალოდ აი რას აკეთებ აი მარტო ემოციას იძახი მარტო იმას იძახი ხო და იდო ის რომ ეთი მე აი ჩვენ რუსეთ დედა უნდა უტიროთ ხო მიდი უტირე რა ჯარი ყავს აი ჩვენ უნდა შევწიროთ ვეკითხები ამ ახალგაზრდას მეთქი რომ რა უნდა შეწირო უნდა ვიბრძოლო ჯარში ხარ ნამყოფი არა აბა როგორ უნდა იბრძოლო აი ჯარისკაცები ხო ყავს აი პრაგმატულად რომელი ჯარისკაცი ყავს დიდი 30000 ჯარისკაცი ყავდეს შხენ ხო როგორ გინდა დაუპე აი ჩვენი წინაპრები ბიჭო წინაპრები ხმალი და შუბი და ეს დრო წავიდა ხო მაგრამ ეთი რაკეტა რო გამოუშვას იმან ეთი გორში რო გზადაგიკეტოს აი რას შევწი აბა დაუწვეთ ბიჭო ვეუბნები რა სექსუალური მიმართულება აი შე რუსი ხარ და ეხლა გამოვედი ეხლა ეთქე არაზრი არა ავიც ეხლა თუ ემოციის საყვირლად და იმათ არიან აი გამოდიან და იბძვიან თან კიდევ იბძვიან რომ ეს ქვეყანა უნდა გადავატრიალოთ და რა გინდა ეხლა გადაატრიალებ და შენ რა რომელი ისახარ და ერთ სიტყვით საერთო ენა ვერ გამონახე და გამოვედი და არ ვიცი ეს რა არის ეს რა ბრძოლა ასეთი ყოველ საღამოს 10 საათზე თუ 9 საათზე იკრიფებიან დროშებს იქნია პროტესტი ხო კაი პროტესტი მე რა ვიცი მე მაგალითად ვერ გავიქ აი იმიტომ ვიძახი თქვენ გაიგეთ მე ვერ გეგული კი არ მომწონს ეხლა მე ბევრი რაღაც არ მომწონს ამ თავრობის და იმის მაგრამ არის ბევრი გზები და მე ეხლა შენ ის არ მოგწონს მე ასე მინდა ეხლა მეც ბევრი რაღაცა მინდა ეს მინდაზია მარტო რა მეც მინდა ეხლა კოსმოსში გავფრინდები მეც მინდა ეხლა რაღაც იქ წავიდე მილიონერი გავხდები აი უნდა ხო და იმას მაგონებს აი პატარა ბავშვი ვარ კამფეტები რო უნდა თქო კამფეტი და მე მაგალითად ამათი სიარული ვერაფერ ვერ გავიგე ეხლა ამას რო ვიტყვი ბევრი გამოხდება და დამიწყებენ სილა მე თუ ამიხსენით აი ესეთი სიარულით თუნდაც ამ თავრობის შეცვლა და უკეთესობისკენ თუნდაც და მე ვერ გეგულო და ამიტომ ვიძახი ვერაფერ ვერ გავიგე რა არის ამათი სიარულის მიზეზი ძალიან არ მინდა ამ ტერმინის თქმა მაგრამ უნდა თქვა რა ეს ასეთი აი როგორი შტაბეჭდება მჩება ის საქართველოს უძაღლო ქვეყანაში კატები იყეფებოდნენ რა აი
არ მინდა ხა ჩემ ქვეყანაზე ასე ვილაპარაკო, მაგრამ აი ხშირად მithქვამს, რომ აი ადრეს ჩემ ვიდეოში, აი პატარა ბიჭი რო ვიყავი 10-12 წლის, ეს უფროსი თაობა სულ გვეუბნება, აი თქვენ ომი არა გაქვთ ნანახი, თქვენ აი ჩვენ ტალონებზე ვიყავი, აი ყელში მქონდა ამოსული რა, აი ალბათ ჩემი თაობის ხალხი დამეთანხმება და გავიდა ისეთი დრო, რომ რა ვიცი რა აღარ ნახეთ, სამოქალაქო ომი, ერთმანეთ ტერიტორიების დაკარგვა, ლიბერალების მოსვლა, ეხლა რაც ხდება, ალბათ ეს ჩვენი ჯვარია, ჩვენი ქვეყნის ჯვარია და როგორც ვამბობ, ეს ჯვარი უნდა გავიაროთ ღირსეულად, მაგრამ უბრალოდ გული მწყდება, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ხდება, აი მართლა ვერ გებულობ რა. და დაუბრუნდეთ ისევ იმ ჩემ უკვე მეორე მაგალითს, ისევ ამ რუსთავეზე რო გავდიოდი. ეხლა მე ალბათ სწორ გზასაც ვამ, აი დაკონკრეტება არ მინდა რა. თუ ვინც აზროვნებს, სათქმეს მიხვდება რისი თქმა მინდა და დაკონკრეტებით შეიძლება ვიღაცა გავაღიზიანო, იქიდან გამომდინარე რომ ოიცით რომ როცა ხედავ შფოთია რაღაცა არ მინდა, მაგრამ ნუ ვინც მიხვდება და ყოველთვის ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს. იგივე რუსთაველზე აი უკვე მართლა ვერ ხვდები და აი ხა გეტყვით რა. მოგეხსენებათ სასულიერო პირები, ყოფილი სასულიერო პირები, ერთ-ერთი სასულიერო პირი შევხვდი და ეს სასულიერო პირი ამბობს რომ აი 30 წელი ვარ მე აქვია სასულიერო პირი და 30 წლის განმავლობაში მე არ მილოცია. ნუ წამე როგორ ეხა ხვდელი ხარ და არ ლოცულობ და ამ ადამიანს შევხვდი და მეუბნეთ ეს როგორ და არა შენო თქვენო ვერ გაიგეთო მეო ჩემთვის არ ლოცულობდიო ჩემ კერძო ღმერთთანო კერძო ლოცვა არ მქონდაო რა ხო არის ხა ადამიანი ხო ლოცულობ ეს გამიკეთე ღმერთთან მე ჩემთვის არ მილოციო ღმერთმა ისედაც იცის მე რა მინდაო და ეს გვიგულისხმეო ნუ ვითომ პასუხი გასა და ამაზე აი თან ასე მიყურებს რა შენო შვილო მე მეუნება და ამ დროს ჩემზე პატარაა რა ასაკი რა ნუ კაი ნუ შენებურად ახსენი და ეს მითხარი მეთქი ეს როგორ ქენი მეთქი ესე იგი ხო თქვა რომ ხო ჩამოვართმეს ეს ამ დლობა და თან ბერი და მეო ისედაც მეზარებოდაო ბავშვების მონათვლაო ეს როგორ მეთქი და ისე ეხლა მიხსნის ეს სასული ნუ არ არის მე პოლიტიკოსად მიმაჩნია ეს ნუ არ ვიცი ეხლა არ მინდა ეხლა და მეო ესე იგი ისო ბავშვი რო ინათლება ისედაც მოინათლებაო აბა შენ რასაკეთებ მეთქი და აი შენ ეტყო არიციო თეოლოგიური დამიწყვის ლაპარაკები წავიდა იქ საუბარი ეხლა თქვენ ხო იცით ეხლა არ დამიწყია მაგრამ არ ესიამონა ეხლა რას მეუნები ხო რაღაც ისეთ რაღაცას ამბობ რომ აი ეზარება რა მგდელს ეზარება თავის საქმეს გაკეთება ხო აი გვეცინება მაგრამ პარადოქსი არ არის და ყველაზე მაგარი ეს ტიპი ადამიანი არ ვიცი არცეულად ყოველს ვაყენებ მაგრამ იძახის რომ ჩვენ გადაგვარჩენს ევროპა და ამერიკა მგდელი იძახის რომ გადაგვარჩენს არა ღმერთი არამედ ევროპა და ამერიკა ეს როგორაა და აი წადი აქედან შენო პროვოკატორი ხარო მე მითხრა და ნუ ახლა არ მინდა ისე თქო ნუ იძულება და იქიდან მე აიჯიგრენ და როგორ ჩვენ იმასო როგორ ისაო და მეთქი არა მეთქი კაცო მიპასუხოს ახლა თუ შენ მე ღმერთის იმედი მან იმის რატო უნდა გქონდეს მე ევროპას და ამერიკის იპირე და აფრიკის და ავსტრალიის ხო ძალიან ის არის და ეხლა მდელმა თუ არ იცი მდელის ვალდებულება რა არის ეხლა მდელი ჩემთვის არის აი ხო აი ჯიპიანი მდლები ბიჭო ჯიპიანი მდლები და ის მე კი არ მაწუხე მე მაწუხე იმის სწავლება რომ ის სწავლება სწორად გადმომცეს და მეუნება მე ნათლობის გაკეთება მეზარებაო და ევროპის იმედი მაქვს და ღმერთის აბა რუსეთის იმედი გაქვს ბიჭო რა შუაშია მე გეუნები ღმერთზე და რუსეთს რატო მეუნე შენ რუსეთი ისე და გამომიყვანეს რუსოფილად და ნუ წამოვიდა აი არ გაიგეთ ესა მე მაგათ ვერ გავიგე ესე იგი შენ სასულიერო პირი კი რა შენ ხარ პოლიტიკური მოღვაწე რომელსაც ამბობ პოლიტიკური დევიზებით მელაპარაკები და თან გაცვია თან იძახი ბერი ვარო და პოლიტიკურად საუბარში სულ რაცა ტელევიზორში ისმეს რაღაც ერთი მხარე ისე ელაპარაკება აუ კიდე ერთი უნდა გაცინოთ აი გაგიძდებით
აი სატირათო საცინელი უნდა იყოს რა მეორე ხო ყავს კიდე ესე და გამოდის იმ დღეს ტელევიზორში უსმენ ესენი ხო იძახიან რომ აი მართლმადიდებლობა სტალინმა განავითარა და სტალინს უნდა ემადლოდეს ნუ ხო იცით ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ხატები შემოატარეს და მთელი ამბები და სტალინმა მისცა ნუ ადრე თუ იყო რევოლუციის შემდეგ ეს ეკლესიები და დევნაში იყვნენ თვლები მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა ეს ნება კი ეს ფაქტია ფაქტი მაგრამ უყურეთ მეგობრებო აი არ ვიცი ეს სასაცილოა და აიო ჰიტლერმაო უყურეთ მოусმინეთ მეგობრებო ჰიტლერმაო როდესაც უკვე ნახევარი საბჭოთა კავშირის ტერიტორია უკრაინაში რო დაიპყრო იქ დაპყრობით ტერიტორიებზეო ეკლესიების გახსნა დაიწყო და სტალინმა ეს რო დაინახაო ეხლაო მეო ისო ხარდამჭერები არ მეყოლებაო და იმის საპირისპიროთო გახსნაო აქითა რუსეთს გახსნა ეკლესიები და იმიტომ გააკეთებდა ჰიტლერის საპირისპიროდ გააკეთებდა ამას უსმენ მე მეთქი ეს ლაპარაკობს და ეს პიროვნება შემხდა იქა და მეუბნები ეს საიდან მოიტანე მეთქი რა წყარო არა შენო აიცო მე ისო იქიდან მეთქი ამას რო ამბობ აი ჯერ რა წყარ საიდან მოგაქ ეს წყაროები რა და იქ ისე ამას ხარი და წადი შენ რუსეთის კაცო და რაღაცები და აი მითხარით ეს რა არის აი გაიგებდით აი ასეთ რაღაცას რო ამბობ და ეს ტელევიზორში გამოდის და წყნარი ხმი და რაღაცა და ამდენი რაღაცა და არ ვიცი აი ყოველ იმაზე იტყუები და მე ნებისმიერ ამიჟე მე ყოველთვის ვამბობ ჩემ ვიდეოში რომ ასეთ რაღაცებზე ნებისმიერ თუ დამპატიჟებენ დავждები და ეხლა დამიწყეს რომ შენო თეოლოგიურია ვინახარო რა ხარო შენ რა იციო და ისე წაგიკითხია ბიბლია და ასეთი ლაპარაკები და ლამის ძველბიჭური გარჩევა დამიწყეს და ეხლა თქვენ იცით მეგობრებო ძველბიჭური და ჩემი წასული და რა ვიცი მაგრამ ფაქტია რომ რაღაც აბსურდში ვარ და იმიტომ ვიზახე აი ვერაფერი ვერ გავიგე თუ მდელი ხარ იყავი მდელი დღეს რომ დლობის ეზარება და აი ასეთი მამაო და ასეთი არ ვიცი აი ვერ გავიგე მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ დრო თავისას ყველაფერს თავისი დრო აქვს და ალბათ მოვა ისეთი დრო რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და იმიტომ ვიძახე და რა ვიცი ამდენ და აღარ მინდა ეხლა ძალიან ამ სიამოვნეს ასეთ თემებზე საუბარი მაგრამ ელემენტარულია ხო თეთრზე მეუნები შავია შავზე რაღაცეებს იგონებ და მე თავისთავად მე ვარ რუსოფილი და მთელი ამბები რა რომელიც რუსოფილი აი მეცინება მაგრამ თან გული მტკივა და აი ასეთ უაზრო სიტუაციაში რო ვართ ეხლა ასეთი გამოთქმაა რომ არ არსებობს მთავრობა რომ ხალხს მოსწონდესო ნუ არ გავთ არის მაგრამ მთავრობა როდის მოდის არჩევით მოდის ის 4 თუ 5 წელი არის მე ეს ჩვეულებრივი მომენტია არ მოგეწონება მოვა არჩევნები და თუ არ მოგწონს არჩევნები ნორმალურად გაისტუმრე და მოვა ახალი მთავრობა მე ეს მიმაჩნია და ყოველთვის ახლა ჩვენ 90-იან წლებიდან გავლილი გვაქვს ეს გზა და რატო უნდა გიხაროდეს გადაყენება მთავრობის და ამოიდგინეთ აი ეს პარადოქსი რომ აი ირანში რაც არის ის უნდა მოხდეს საქართველოში აი ან ისა რომ აი რატო უნდა გიხაროდეს თქვა იქ ნეპალში რომ მოხდა აი ესე უნდა მოხდეს საქართველოში აი ძალადობა რატო უნდა გიხაროდეს მით უმეტეს იცი რომ 90-იან წლებში ეს ჩვენ გავლილი გვაქვს მაგრამ არა აი არეულობა ეხლა წავა ეჩხუბები გვინდა ხო ეგ ქუჩაში სროლები და ეს და როეუნები ამას ადამიანებს ნუ ამას მეყვები აი სუფრებზე რაც იყო და სადაც ხდებოდა ამას როყვები არა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბიჭო დაელოდე რა უფალი ხო გეუნება ყველაფერს აქვს თავისი დრო კი ეხლა მეც არ მომწონს ბევრი რაღაცა ჩვენ ეხლა ჩვენ თავრობაში რაც აქ ხდება მაგრამ მე დაველოდები იმ გარკვეულ დროს მომწიფდება არჩევნები იქნება რაღაცა იქნება აინამაინო ჩხუბით მოვიდე და იმით მოვიდე და რა ვიცი ჯერესა არ თავი გაქვს არც ისა და რატო მაკეთებ აი შფოთს რატო ხნი ყველა ნებისმიერ ქრისტიანი და არამან ქრისტიანი ადამიანს როცა ხედავ რომ შფოთია შენ უნდა დააშოშმინო ისა და რატო აი ომი ის ან ისი გამკეთებელი ხარ აი მანდაც ვერ გებულობ ან და იმაზე მეცინება კიდევ
გამოდიან პოლიტიკოსები და ეხლა ტრამპმა რაც გააკეთა ვენესუელაში ყველანაირ იმას ეწინააღმდეგება ხო? ეხლა აი ძალა მაგრამ აიყო ეს ვენესუელის პრეზიდენტი წამოიღო. რატო ის იმის ქვეყნის პრეზიდენტი შევაგინა და ოცნებობენ რომ ეხლა ტრამპს რო გავაგებინოთ იმ დღეს ერთი პოლიტიკოსი გამოდიოდა და ტრამპს რო გავაგებინოთო იქნება ჩვენი ბიძინა წაიყვანოსო აქიდან. ნუ აი რა მარაზმია, ან რა არის ჯესეთი რატომ უნდა მოგწონდეს ტრამპის აქციელი, ან რატომ უნდა ტრამპს მიხედო და ეს გააკეთო იქ. აი გაიგეთ ეს რა არის. მე მაგათაც პირადად ვერაფერი ვერ გავიგე და აი მეცინება, მაგრამ თან მეტირება რა, აი ასეთი რატომ უნდა გიხაროდეს რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და იყოს როგორც ვენესუელაში და შენი პრეზიდენტი თუ მოგწონს თუ არ მოგწონს შენი ხელმძღვანელი წაიყვანოს იქა რა. აი ხა მე ჩემი მეზობელი რომ ყავდეს და ვიღაცა არ მომეწონოს იქა და მივიდე სახში და იმისის არ ვიცი აი რა მარაზმია. თან კიდევ აი ეს რო არის ხა ტრამპი ხო გამოდი გრენლანდია უნდა ავიყო ის უნდა ავიყო და ამას ამართლებენ რა იგე რუსეთმა რო რა ქვია უკრაინაში წავიდა და რაღაც თავის ინტერესებს ამაზე არ ამართლებენ და იმას ამართლებენ რა ქვია რომ ტრამპი ხვალ ზეგ შეიძლება გრენლანდიაში წავიდეს და ძალით აიღოს იმას ხმას არ იღებენ მაგრამ რუსეთი არა მე იმას კი არ ვიცი რუსეთი რა თქმა უნდა არ მოიქცა მაგარი არაა სწორი მაგრამ აი ეს არეულობა ის გინდა ანდა ის კიდევ ის რა გამეცინა აი ესა ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოდის და ჩვენო მოვითხოვოთო ტრამპის იმპიჩმენტიო ვინახა შენ ამერიკაში მე ქართველმა შევკრიფოთ ხელწერილები და მივიდე და ტრამპი გადავაყენოთ აი რა არის ეს მეგობრებო აი მითხარით ეს დომხალი არა აი გამაგებინეთ აი რა არის ესა და აი ეს რას მოყვება და ეს არეულობა მგონია ისეთი შეგრძნება მაგრამ აი რაღაც ბუთვებში ვარ და რაღაც თამე ვიღაც აი პოლიტიკოსობა თამაშობენ ისა აი უკვე ბოდიში ვიხდი მეგობრებო აი მეურდე აი ვერაფერი ვერ გავიგე პოლიტიკოსი არ არის მოდელი არ არის არ ვიცი იქნებ თქვენ დამეხმაროთ რა ხდება ეხლა ამ ჩემი ნალაპარაკებიდან დაწუნება გამოხდება ეხლა ადამიანები და ეტყვა აბა ოცნება მოგწონს ოცნებაში რა ხდება ახლა მე მომწონს თუ არ მომწონს მე ვამბობ რომ მართლა ვერაფერი ვერ გავიგე არ ბევრი რაღაცა არ მომწონს ახლა ბუნებრივი ადამიანი რო ხარ ის მოგწონს ეს არ მოგწონს მაგრამ მოდი რა სათქმელი ჩვენ როგორ ვამბობთ მოდი ნამდვილად ეხლა ჩვენ ოცნებაში ესეთ მარაზმია ხო წლები გვეუბნებიან რომ ეს პრემიერ-მინისტრი უწესრიგია ყველაზე მაგარია ყველაზე ის არის და გადის დრო და იჭერენ რომ ფულს იპარავს იმას იპარავს უშიშროება ეხლა აქაც ვერ გავიგე უშიშროება ამხელა თანამდებობრივი პრემიერ-მინისტრი ეს ბარდაკი აბა რა არის ვერ გავიგე თუ იპარავდა და არ იცოდი ადრე კარგი იყო ეხლა გაიგე მერე ცუდი გახდა ეხლა აი ნუ არ ვიცი აქაც მაგარი დომხალია აი მე მაგარი ვერ გავიგე რა მე თმა ყველა კარგად ამყოფოს და რა თქმა უნდა ადამიანი ცოდვილი ბუნება აქვს და გასაგებია მაგრამ რო წლობით გვეუბნებით რომ რა ქვია ეს მინისტრი მაგარია ეს პრემიერი ასეთი უპატიოსნესი ადამიანი არა და მე ხვალზე გებულობ რომ მილიონები და ის აქ მოპარული და ბავშვებს პარავენ და 1000 რაღაცა. მე ალბათ ხვალ იგივე პიროვნება გამართდება. ზოგი ამართლებს ახლა პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, ზოგი არ ამართლებს, მაგრამ არ არის გამოროჭრო ხვალზე ისე გმირად გამოიყვანონ. აი ვერ გავიგე რა ურთიერთობა აქვს, რა მეგობრობა აქვს, რა კოლეგია თუ რაღაცა მაგალითად მე ასე მიმაჩნია ხარ რო ვართ ერთად მუშაობთ ერთად რაღაცა თუ რაღაცა ვერ გავუგეთ გამოდი ან რაღაცა ლამაზად წამოდი და აღბოს მიმტკიცებ ქართველობა და აი მე აქაც ვერ გავიგე აი მაგარი დომხალია რა რა ვიცი იმედია ვიღაცა გამაგებინეს ახლა შეიძლება მოდი ბიჭო გაგაგებინო და მოდი და ვილაპარაკო და ახლა მე თუ ასეთ ტონით და იმით დამიწყეს ლაპარაკი მე მგონი არ ვიმსახურებ მაგრამ ფაქტიურად რომ ჩვენი მოსახლეობა და ადამიანები რა ხდება გარშემო რომ
ვერ გებულობენ, ეს ფაქტია. ეხლა ბოლოს და ბოლოს ახლა პატარები ხო არავათ, რაღაცა წაგვიკითხავს, რაღაცა ვიცით, მაგრამ საქართველოში რომ დომხალია, ეს ფაქტია. და რა ვიცი, ნეტავი არ იყოს დომხალი და ყველაფერს დაარქვას თავის სახელი და ყველას მოეთხოვოს თავის სახელი. ეხლა რაღაცა სიტყვაზე მოიპარავს იქ ქათამს ან იმას რაღაცა ღორს ან ძროხას შია რაღაცა და იმას აძლევ 5 წელს და ამ დროს ვიღაცა მოიპარა 12-10 მილიონი და 70 მილიონი იმასაც იგივეს აძლევ და ნუ არ ვიცი. ნუ ისაიდკენ მიყავს რომ ვერ გვებულობ და ამიტომ ვიძახი ნამდვილად ვერ გვებულობ რა ხდება საქართველოში. ხშირად ჩემ ვიდეოში მიხსენებია სოლომონ ისაკიჩი მეჯღანუაშვილი და ვამბობ ხოლმე ეს არის მეჯღანუაშვილების დრო. ერთი დამიპირისპირდა ძალიან მაგრად არ დავკონკრეტები და რატო შეურაცხყოფას რატო გვაყენებო და მეუთხარი სათხედა თქვენ ამას შეურაცხყოფა ეს არ არის შეურაცხყოფა მე ვამბობ იმას რაც არის და უხსნი რომ მეჯღანუაშვილი არის ლიტერატურული გმირი რომელიც მარტო ფულზე ფიქრობს ფული დღეს ვიშოვო, ხვა რა იქნება და როგორ იქნება, არ იქნება და გახსოვთ ხო, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი, ფული ქონდა, სავსე ქონდა. თელი სავსე ის რა ქვია, სუნდულ ქართულად როგორ არის, სკივრი ფული, მაგრამ გვერდზე ეგერ მისი მომავალი შვილი და რა ქვია იმას, ბიჭი, შავ დაგლეჯილი კაბი და იმით დადიოდნენ რა. დახეული კაბი და შავლით და მე ეს მეჯღანუში დაფიქრდება რა თმინდა ეს ფული მე თუ მომოვალ თაობას და მომოვალ იმას არ მოვახმარე და რაღაცნაირად სინანულით ამბობს მაგრამ ფული არის ღმერთი და ამას ვამბობ და ესე ასე ხართ მეთქი მარტო ფული ხوارე ფული კი ეხლა მე მესმის რომ ისეთი დრო არის რომ ფულით ვისაც ფული აქვს იმით მანიპულაცია ძალიან ადვილია იმიტომ რომ უჭის ხას სამსახური არ არის კრედიტებს ვერ იხდია რაღაცა და ეს იყო მანიპულაციაზე ალბათ მე შემდეგ უკვე ვილაპარაკებთ მაგ თემებზე მაგრამ არის მეჯღანუაშვილების დრო არის და რა ვიცი მითხრას თუ არ არის მაშინ დავასავ იმიტომ რომ ეხლა დავდივარ ქალაქში ფული ტრიალებს რო თქვა რომ ფული არ ტრიალებს ვერ იტყვი ხო საიდან მაგრამ ეს საიდან როგორ ანაერო რო ჩაწვდები გაგიჟდები ეხლა ძალიან ბევრი ადამიანები ვიცი რომ ემიგრაციაში მუშაობენ გონიათ ფულს ჩამოიტანა და ვერა რა ის გონია რომ რაღაცა იშოვა ფული ფიზიკურად ჩამოიტანა და აქ კონკურენციას ვერ უწევს და მე გებულობ რომ ვიღაცა მეჯღანუაშვილი იქ რაღაც გამგეობაშია რაღაც იქ არის და რაღაცას აკეთებს და იპარავენ და ნუ კი ცუდი არ არის ხა მამეთ ფული მაგრამ ის როგორი გზით კეთდება რა გზით კეთდება აი მაგათაც ახლა აი გეტყვით აი მაგათაც წამალი აი ხო სიძვირი არის სასწაული ისეთი ფასებია მე არ ვიცი არც ამერიკაში არც ევროპაში არ არის ეხლა იმ დღეს დუბაიში და იმეებში წყალი ღის ჩვენ აი დასალევი წყალი ჩვენ დაღით ნახევარი ხო რომ მიდიხარ აი პატარა ნახევარი ლიტრიანი დუბაიში ღის 20 და 30 ცენტი ან პროდუქტების ისეთი აფასე სასწაული ეს იმიტომ რომ აი მაგათ აფთიაქი ყველა იმაში აფთიაქებია თურქეთში თუ ღის ბათუმიდან გადადიან თურქეთში თუ წამალში გადაიხადეს 10 ლარი თურქეთში სიტყვაზე იგივე წამალი საქართველოში ღის 100 ლარი რა არის ეს არ არის მეჯა იმიტომ რომ ვიღაცა ზის მან ძალიან მარტივია რომ მონოპოლური ერთ ფასი უდევს და იმით ანაწილებს თემ საქონელს და კონკურენცია და ის რო იყოს ეს ფასები დაიწერდა რაც ხდება ამერიკაში რაც ევროპაში და მე არ ვიცი აი შეიძლება ვერ გებულობ შეიძლება ამიხსნა რა ხდება იმიტომ რომ ჩვენი ხალხი კიდევ რა მაგარი მომთმენი და რა მაგრები არიან და როგორ ითმენენ მაგრამ ნუ აი არ ვიცი მე მაგ ვერ გავიგე სიტყვაზე ახლა აი ამერიკაში მანქანაღის თქვა $1000 იგივე მანქანაღის აქ $12,000 კი ახლა შეიძლება იტყვი ტრანსპორტირება ის მაგრამ ამხელა ფასები კაცო ამხელა და არ ვიცი მაგრამ მეორე მხრივ შედიხარ მაღაზიებში სუპერმარკეტებში რიგებია
აი ვერ გავიგე. აი ნახდათ, აი სულთა ეკონომიური თვალსაზრისით, ვერ გავიგე და ვერ გავიგე, მაგრამ იმედია ყველაფერი თავისი მოვა თავისი დრო და გავიგებთ. არ ვიცი, იმედია, ყოველ შემთხვევაში ხო იცი, უიმედოდ ადამიანი არ ცხოვრობს. და მინდა შევეხო ყველაზე მტკივნეულ თემას, რაც მე პირველ ხარ თქვი რაღაც თემები, მაგრამ ყველაზე პირველი და საგანგაშო ეს ჩემი პირადი აზრიც არის და აი ბუნებრივად ამას მე რაც შემიძლია შევებძოლები, გამომივა, რა თქმა უნდა, ნორმალური და ახსნა და ცივილიზებული ფორმით. რასაც ქვია არაბიზაცია. შენ არაბები არ გიყვას, ის არ რა შუაში არაბები არ გიყვას. ეხლა იმ დღესაც სუფრაზე ვიყავი და ადრე არ იყვნენ, ჩვენ მრავალეროვანი ხალხი ვარ და იქურთები, სომხები და ბიჭო, გასაგებია ყველა ჩემი თავი ენაცვალოს, მაგრამ აქ სულ სხვა რაღაცა. აქ არის ინვესტიცია და როგორი დაბრმავებული ფორმით გვეუბნებიან რა არის ინვესტიცია. ინვესტიცია მეგობრებო, ადრესა მაგ ნათქვამი არის ძალიან მარტივი რაღაცა. უცხოური ფულით კაპიტალიზაციის საშუალებით ისეთი რაღაცა ხდება, რომ რაღაცას აწარმოებ, ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებ და მოგება ნაწილდება. სხვადასხვა ფორმით, მე ადრე ვიდეოში მაგ ნათქვამი და ჩვეულებრივი ინვესტიცია. და ამ დროს გეუბნებიან, რომ აი ინვესტიცია ვერ მოყვავს. იმიტომ რომ არ არის ადვილი, ახლა ვიღაცა წამოიყვანა ის კლასიკური ინვესტიცია, რასაც ქვია და გვეუბნებიან, რომ აი სამაგიეროდ ვიღაცა არაბულმა თუ არ აქვს ნიშნულობა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ იყიდოს მიწა საქართველოში, ააშენოს თავისი რა ქვია მას კორპუსის შენობები, მიყიდოს უცხოელებზე, ამ შემთხვევაში ეს რა ქვია ეს რაც არის ის არაბების ფონიჭალაში და გონიოში რო უნდათ 60% უნდა მიყიდოს 60% არაბების არის მოგება და 40% ქართველების, მაგრამ მოგება კაი, მოგება ჯანდაბას აიღონ, მაგრამ გისახლებს აქ უცხო ტომის და უცხო წარმომადგენლებს და რა ფასები და თან გამოდიან და იძახიან, რომ შეიხებს მეტი საქმე არ აქვს საქართველოში იყიდონ ბინები. კაი, შეიხებია სხვა ხო იყიდის. კაი 60% აიღო არაბებმა მოგება, 40% ქართველებმა, ხო, მერე ვისტოვებ აქა და ვისა უცხოელებს და თან ისეთი უცხოელებს, რომელიც შენ კულტურაში და შენ მენტალიტეტში არ ჯდებიან, სარწმუნოებრივი და ისეთი უცხოელები, რომლებიც ნებისმიერ დროს გადაგთელავენ ფიზიკურად კი არა, ტექნიკურად და ეს უცხოელები არიან, ვინც ადრე ხმლით და იმით მოდიოდნენ, ეხლა ვინაიდან ფული აქვთ და საშუალება აქვთ და არც მალავენ ამას, ნებისმიერი მე ვიძახი არაბების ტაქტიკას, რომ თავისი წამსი წმენა ისლამი გაავრცელონ და ამათ უხარია და არც მალავენ, უწერიათ ეს გაავრცელონ და ამას აკეთებენ, რასაც აკეთებენ ევროპაში, რასაც აკეთებენ ამერიკაში და რასაც აპირებენ გააკეთონ საქართველოში. არ არის მას და ამას ეძახიან ჩვენები ინვესტიციას. აი გამაგებინოთ ეს როგორ არის ინვესტიცია. ეს არის დაპყრობა. მოდი ყველაფერი დავარქოთ თავის სახელი. არა, ნუ გეშინია პრობლემა, არა შენ ეს ნაციონალების ნარატივი გაქვს, იმეების ნარატივი გაქვს და მე კიდო აი ამაში ვერ გავიგე ეს როგორ არის ინვესტიცია და მე კიდო აი ეს ვერ გამიგია არის პრობლემა და მე ნაციონალებთან არ დავდგები, მე ალტინფოსთან არ დავდგები, მე იმასთან არ დავდგები, ცალკე პატრიოტთა რა ქვია მას ალიანსი ცალკე მიტინგს მართავს, აქეთ ატირდა თემა ერთია და ცაცაკე ვერ რა არის ეს ხო ვერ ტიანდი მას საერთო ჯამში რა არის ეს ბრძოლაა ვერაფერი ვერ გავიგე აი და დამიჯერეთ მაგრამ ფაქტია რომ გადასაწყვეტია ეს საკითხი და აი ეს რო ამბობენ ხოლმე კიდევ აი ყოველ წელიწადს საქართველოში ყიდულობს 15000 უცხოელი ბინას და ეს არის ინვესტიცია 60 წარმოიდგინეთ და ეთნოგრაფია არა ჩვენ ამას გამოდის აი მთელი პარიზი ასია აი თუ ჩავხედე იმ დღესაც ხო ვიყავი მიუნხენში 35% გერმანელებია და დანარჩენი ჩამოსვლები ნუ იძულებ ნუ ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება მაგრამ
ამას რომ ხარს უჭერ არ ვიცი და ეუნებით რა და იმ დროს გამოდის ერთი პოლიტიკა კარგით რა გააჭირეთ ამ არაბიზაციით საქმეო და არ ვიცი და მე ასეთი ლაპარაკი წავიდა ეს თავრობა მაინც გაიტანს თავისად მე თქვი ვერ გაიტანს დაგიჭერენ რატო დამიჭერენ მე იცით ჩემი ისე რომ მე ყოველთვის ჩავატაროთ რეფერენდუმი და ხალხი რასაც გადაწყვიტავს ესე იგი რეფერენდუმს არ ატარებ ეხლა მიდის პროცესები რომ ხელწერილები გროვდება ხელწერილებსაც ყურადღებას არ აქცევ და მე თუ ტრაქტორი გამოჩნდა იქ სამშენებლო იქ თუ წამოვიდა ხალხი დაგიჭერენ ამის გულისთვის დამიჭირონ რა პრობლემაა მე კატეგორიულ წინააღმდეგი ვარ მაგრამ მე კატეგორიულ წინააღმდეგი იმის წინააღმდეგი ვარ რომ წავა ქუჩებში ჭხუბები წავა ახალგაზრდებს შორის ჭხუბები წავა და ეს გვინდა მეგობრებო ისედაც ამ დაცარილებულ საქართველოში გადაცრილია და დემოგრაფიულ თემასო პრობლემა არ შეეხებაო და გამოდიან ეს დემოგრაფიის სტატისტიკები გამრავლდით თუ ბიჭო როგორ მრავლდები გასაგები უნდა გამრავლდეთ და ამაზე უნდა იმუშაო მაგრამ აგერ ცხვირწინა მაქვს ეს პრობლემა მოსული და ამაზე თვალებს რომ ახუჭუნებ და მეუბნები რომ არაფერი პრობლემა არ არისო არ ვიცი აი მე არ მესმის რა ეხლა მე პირადად ეხლა შეიძლება ადამიანები აი შე რას აკეთებ არა მე მზათა ვარ მე ნებისმიერ უბრალოდ მე ჩვენ ვიდეო რითაც დავიწყეთ მოვა გარკვეული დრო და ალბათ მომწიფდება ეხლა მიდის პროცესი ხელმოწერები და ნახოთ ეხლა მე არა მაქვს პრობლემა ნებისმიერ დროს ჩამოვა თუ რაღაცა შემიძლია შეძლებს დაგვარად მაგრამ არის ისტორიაში და მოკლედ რაღაცა პროცესები უნდა მომწიფდეს კარგად და მე მესმის ადამიანები თავისი ყოველდღიური პრობლემებით არიან დაკავებული იმით მაგრამ ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა იყოს და წეღანაც ვამბობდი მე თუ ჩემი ქვეყანა ჩემ შვილებს და შვილიშვილებს არ დაუტოვე და ის შეიცვალა მთელი ისა მაშინ რა თმინდა და რა არის ეს ჩემი მოღვაწეობა ხო და აი საერთო ჯამში მე ვერ გავიგე და ყველაზე მტკივნეული თემა მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ვცდილობ რომ ღმერთს და მე მაგათად საპატრიარქოს პოზიცია ვერ გავიგე რატო ამ თემაზე ფაქტია რომ ხმას არ იღებენ ხო მე რასაც ვიძახი ეხლა შეიძლება საპატრიარქოს გასაგებია შფოთი და თქვი გამოდი რომ ამ საკითხი ამ არაბიზაციას მოდი ხალხო შევისწავლოთ გავაანალიზოთ მეცნიერები მოვიყვან ხმას არ იღებენ არ ვიცი ალბათ დრო მოვა და ალბათ რაღაცა მე არ ვიცი ვერ ხვდები მაგრამ ძალიან გული წყდება ძალიან ეხლა ზოგი აი საპატრიარქო ისეთი რაღაცები ხდება ისეთი რაღაცები ხდება გასაგებია ჩვენც ვიცით რომ რაღაც ბევრი ისეთი რაღაცა ხდება რომელიც არ უნდა ხდებოდეს ეს გასაგებია მაგრამ ეს ცოდვილი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა მაგრამ ხო შეიძლება თქვა რომ შევისწავლოთ გავაკეთოთ ჩვენ მივყვებით სწავლებას მივყვებით და თავი სწავლება რა არის როცა ხედავ რომ შენი მოსახლეობა ეხლა სიჩუმია სიწყნარია ქვეყანაში ეს იგრძნობა და ყველა რაღაცის მოლოდინშია მე ვგრძნობ არ ვიცი შეიძლება მე ვწდები მაგრამ ვგრძნობ და ეს აფეთქდება ეხლა წარმოიდგინეთ იქ რო ტრაქტორი გამოჩნდება უყებ იმას რომ და ალბათ ჩვენი საზოგადოება მიხდება და დაჭერას და რამდენი უნდა დაიჭირო ვინ უნდა დაიჭირო ამ თემაზე 2 მილიონი რამდენად 3 მილიონი ხო სტატისტიკა 2 მილიონი ადამიანს დაიჭერ აი არ ვიცი ალბათ ჩვენი მთავრობა მიხდება ამას და რატო უყურებენ ასე ზერელეთ და დავიჯერო რომ მეჯღანუაშვილმა ფსიქოლოგიამ უნდა გვაჯობოს არ ვიცი ეხლა შეიძლება აბა შენ ხომ მიდიხარ ასადაც არ მივიდივარ მეგობრებო ნებისმიერ დროს ჩამოვარ მე ჩემი აზრი ვთქვი ამას ყველაფერს უნდა ტალღა ამას უნდა ყველაფერს საერთო ჯამში რითაც დავიწყოთ საქართველოში არეულია და უძაღლო ქვეყანაში ძაღლის სტატები იყეფებიან ეს ფაქტია და გული მტკივა და რა ვიცი მეგობრებო ალბათ დაველოდოთ მაგრამ ფაქტია რომ იძაბება სიტუაცია რომელიც იმის მაგალითად რომ ვიფიქროთ ეკონომიკურ წისვლაზე ახალგაზრდების იმაზე რეებზე და ამ უცხოელების ხელით გინდა გადაჭრა შენ თუ მირბი ხარ ასად არ მირბი ვარ ერთ-ერთი საშუალება მაქვს ისევ ჩემზე გადმოვედი და გული მწყდება რომ აი ბოლომდე თუ ვინმე ვერ ჩავტვი ამას ყველაფერს და თუ ვინმე ამიხსნის და დამილაგებს
მე მოусმენ, მაგრამ მე ვერ ვნახე, რომ რაღაცა დალაგებული ხდებოდეს ამ ქვეყანაში. ამ ჩვენ წირხვედ მარიამ წირხვედის ქვეყანაში და არ მინდა ალბათ დასაწყისშიც ვთქვი, რომ ალბათ ყველაფერი უნდა გაიაროს საქართველოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და სადაც ამდენი საუკუნეები საქართველოს არ განადგურებულა და არ გამქრალა რუკიდან, ეხლაც არ გაქრება და მე იმედი მაქვს და იმედი კი რომ ღმერთი რომ ჩვენ გვერდზეა, ეს ვიცი და ამ იმედით ვარ. და ალბათ კი არა ყველაფერი კარგად უნდა იყოს. თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ ღმერთი ყველაფერს გაგვიკეთებს. ღმერთი ყოველთვის თავის დროს იძლევა, მაგრამ იმ დროში, იმ მოსულ დროში ყოველთვის უნდა იყო მომზადებული და ბრძენი და ჭკვიანი. აი ცოტა ვიდეო გაგვიგრძელდა და ყველაფერს აქვს თავისი დრო. აი ნახეთ როგორი ამინდია, როგორც ამინდის სეზონები, წელიწადის სეზონები. არის ზამთარი, მერე მოვა გაზაფხული, ცივა, მერე მოვა სითბო და ყველაფერს აქვს თავისი დრო. უბრალოდ ამ დროს, როდესაც მოვა ის დრო, მაგისთვის უნდა იყო მზად. ჩვენც შეძლებთ დაგვარად, როგორც დავიწყეთ ჩვენი ვიდეო გადაღებას ამას ემსახურება. იმედია ჩემი ვიღაცა არ გამაკრიტიკებს ისეთი არა სამართლებრივად, არა სწორად, რა თქმა უნდა, ყველა კრიტიკას მივიღებთ, ყველა აზროვნებას მივიღებთ ჩვენი არხიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავაკეთო რისთვისවත් აქ მოსულები, რომ ჩვენც რაღაცა მოგონება დავტოვოთ და კარგი მოგონება, არა მარტო ჩვენი მოგონება, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი მომავალი შვილებისთვის და ასე შემდეგ. ეს არის და ჩვენი არხიც ამას ემსახურება და აი ამის თქმა მინდოდა რა, ყველაფერი და ყველა ფიქრი რა თქმა უნდა, აგერ სიმბოლურადაც საქართველოს რუკასთან მდგავარ და გინდა არ გინდა, ეს ჩვენი სამშობლოა და აქ უნდა ვიტრიალო და ყველაფერი ჩვენ კარგი გვინდა. თავისთავად ჩვენც უნდა ვიცხოვროთ კარგად და თავისთავად ჩვენ გარშემო ადამიანები და ეს ფიქრები და ეს აზრები ყველაფერი ერთიანობაში საქართველოს და ყველაფერი ჩვენ ბუნებას და ჩვენ ხასიათს უკავშირდება. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. 60 დღეში მე წავალ ამერიკაში და შეძლებთ დაგვარად ეს ყოფა, რაც წერან თქვიდან იმედია, ეს აბდაუბდა დომხალი დალაგდება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენც დავლაგდებით, ალბათ მეც დავლაგდები. ჩვენც დავლაგდებით და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან მარტივია, ძალიან მარტივი. არაფერი არ უნდა, უფალი გეუნება, წამომყევი მე, გააკეთე ის, რასაც მე გეუნები და ყველაფერი კარგად იქნება და რა ვიცი, არ დავიზაროთ, დავფიქრდეთ, ყველაფერს შევხედოთ ღმერთის თვალებით და ყველაფერი კარგად იქნება. მე კიდევ დაგემშვიდობებით და იმედია შევხვდებით საინტერესო ვიდეოებში. ყველას გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას და სიხარულს.